მიკრობანკების ფინანსური მაჩვენებლები უმჯობესდება ბაზარზე არსებული ორი მიკრობანკის აქტივების ჯამური მოცულობა 900 მილიონ ლარს აღწევს. ამასთან კომპანიები წლიურად საკრედიტო პორტფელის ზომიერ ზრდას პროგნოზირებენ. როგორია მიკრობანკებში სესხებისა თუ დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები და რა მაჩვენებლები დახურა სექტორმა მიმდინარე წლის ორი კვარტალი. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაია, გამარჯობა. მიკრობანკების წმინდა მოგება 8 მილიონ 700,000 ლარს აღწევს. მაჩვენებლებით კრისტალი ლიდერობს, რომლის წმინდა მოგებაც 7 მილიონია, ხოლო MBC-ის წმინდა მოგება 1,600,000 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საკრედიტო დაბანდებას, ეროვნული ბანკის მონაცემებით მაჩვენებელი 755 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. როგორც იცით, ბაზარზე ამ დროისთვის ორი მიკრობანკი ოპერირებს. კომპანიებში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მათი საკრედიტო პორტფელი ზომიერად გაიზრდება. მიკრობანკები ამ ეტაპზე მეტ აქცენტებს მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული პროდუქტების შეთავაზებასა და პროდუქტების გამოშვებაზე აკეთებენ. რაც შეეხება ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენას, მიკრობანკების წარმომადგენლების ინფორმაციით, ამისთვის ბაზარი მზადაა, თუმცა ჯერჯერობით კომპანია, რომელიც მიკრობანკად გარდაქმნას გეგმავს, არ გამოჩენილა. ზომიერი ზრდა არის დაფიქსირებული წლის პირველ ნახევარში, თუმცა ეს არის, ასე რომ ვთქვათ, დაგეგმილი კიდეც, იმიტომ რომ ჩვენ წელს მეტ აქცენტს ვაკეთებთ არასაკრედიტო პროდუქტების განვითარებაზე. წლის ბოლომდე ჯამურად გეგმავთ დაახლოებით 9%-იან ზრდას პორტფელის წლიდან წლამდე. თავად პორტფელი ძალიან ჯანსაღი არის, ანუ აგრძელდება ტრენდები, გაჯანსაღები და კლიენტების რაოდენობაც შენარჩუნებული არის 85,000 უნიკალურ სესხებელს. ჩვენ უფრო კონცენტრირებული ვართ არა სასესხო პორტფელის ზრდაზე, არამედ დეპოზიტების პორტფელის ზრდაზე, რასაც ძალიან კარგად ვახორციელებთ და როგორც გითხარით, ეს არის ციფრული მომსახურების დანერგვა. აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ციფრული მომსახურების დანერგვა მარტო არ გულისხმობს მომხმარებლის, ასე ვთქვათ, კომფორტის გაზრდას. ეს არის კიდე ეფექტურობის გაზრდა, დანახარჯების ეკონომია. ჩვენი მთავარი გამოწვევა ეხლა მიკრობანკების, ჩემი აზრით, არის ზუსტად ჩამოვაყალიბოთ ეფექტური მოდელი. რადგან იქნება მინიმალური დანახარჯებით მიღწევა იმ მიზნებისა, რაც ჩვენ გვაქვს დასახული. მიკრობანკების სადეპოზიტო პორტფელი 51 მილიონ ლარს გადასცდა. წლის დასაწყისიდან ანაბრების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2026 წლის იანვრის მონაცემებით მიკრობანკებში 36 მილიონი ლარის დეპოზიტები იყო განთავსებული. დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები მიკრობანკებში ბანკებთან შედარებით კონკურენტულია, თუმცა ლარში და ისე უცხოურ ვალუტაში მაღალია დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები, რაც შეეხება სესხებს. კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, სესხები მიკრობანკებში ბანკებთან შედარებით 2-3%-ით უფრო ძვირია. ძირითადი ჩვენი პროდუქტი ეს არის ბიზნეს სესხები, როგორც აგრო, ისე ესე ვთქვათ, ურბანული სესხები და ეს დაახლოებით 19-დან 21%-მდე წლიური არის განაკვეთები. რაც რა თქმა უნდა, ცოტა უფრო მაღალია, ვიდრე შეიძლება ანალოგიური პროდუქტები ვნახოთ ჩვენ კომერციულ ბანკებში, მაგრამ აქ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენი პროდუქტები არის, რა თქმა უნდა, უფრო მცირე ზომის, ხო? ჩვენ არ ვლაპარაკობთ ახლა მრავალ მილიონიან სესხებზე. ჩვენი საშუალო სესხი ჯერ კიდევ რჩება დაახლოებით 10,000 ლარის ფარგლებში, ამიტომ და რა თქმა უნდა, ეს დარჩება ყოველთვის მიკრობანკის ძირითადი სამიზნე კატეგორია, ეს იქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი. ამ ეტაპზე ჩვენი მოზიდული სახსრები ადგილობრივი ბაზრიდან დეპოზიტები და საინვესტიციო პროდუქტები 98 მილიონ ლარს აღწევს უკვე, რაც ჩვენ დაფინანსებაში 16% არის, საკმაოდ კარგი შედეგი არის სულ რაღაც 1 წელი მუშაობის პერიოდს თუ ავიღებთ. დანარჩენი რაოდენობა თანხების ანუ 84% ვიზიდავთ ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. უკვე ეს მოქმედებს ეტაპობრივად, ანუ დაიწყო მოქმედება ჩვენ დაფინანსების ფასზე და შესაბამისად უკვე ეტაპობრივად გადაეცემა ჩვენ მომხმარებლებსაც ეს დანაზოგი, რა თქმა უნდა. ცნობისთვის პირველი მიკრობანკი ქართულ ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში გამოჩნდა. პირველი ლიცენზია MBC მოიპოვა, ბაზარს მალევე შეუერთდა კრისტალიც. მადლობა ქრისტინე გამთენაძე, საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.